მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცოლ სანადირო თოფიდან ესროლა. 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მოტივი, თუმცა საუბარია რამდენიმე ვერსიაზე. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი შეუსაბამობის გამო ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე სააგენტომ ინდივიდუალური მეწარმის ლჩუს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელა. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა. ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესის შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება. არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი. არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება. ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული, რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების კონტროლს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელდა ინსპექტირება ინდმეწარმე ლერი ჩხარტიშვილის თავშესაფარში, სადაც ინსპექტირების დროს გამოვლენილი იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ იყო გარკვეულწილად ჰიგიენური პირობების დარღვევები, ცხოველები იყო მოთავსებული სხვადასხვა კატეგორიის ერთ ვოლიერში, ასევე იყო გარკვეულწილად დარღვეული ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველები იყო ერთად განთავსებული, ასევე აღმოვაჩინეთ ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატები, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები და შესაბამისად ყველა ეს პრეპარატი დაელუქა და ისინი ჩამოიწერა და შესაბამისად მოხდება მათი განადგურება, ასევე ავიღეთ ცხოველის საკვების ნიმუშები, რომელიც ასევე გადაიგზავნება სახელმწიფო ლაბორატორიაში და განხორციელდება მათზე კონტროლი, რის შედეგადაც გავარკვევთ რა საკვებით იკვებებიან ცხოველები. უწყვეტი პროტესტის 207 დღეს ონლაინ მედიის მხარდასაჭერად თბილისში ფანრების მარში გაიმართა. მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები საპროტესტო მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მივიდნენ და თავისუფალ მედიას მხარდაჭერა ამგვარად გამოუცხადეს. თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს სკანდირებდნენ მოქალაქეები. პარლამენტის წინ ორგანიზებული იყო ონლაინ მედიის გამოფენა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელ ვითარებაში თავისუფალი მედიის არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მედია მოქალაქეების ინტერესების, სიმართლის და დემოკრატიის ერთ-ერთი იშვიათი მცველია. პირველი ობიექტური და სამართლიანი მედია გვჭირდება იმის, თუნდაც სასამართლო პროცესის დასასრულებით, ალბათ ერთადერთი როგორ ვთქვა, ნაკლი მაგალითი იყო იმისი, რომ აი საზოგადოებას აწვდიეს სწორი ინფორმაციას, რეალურად რა ხდებოდა, გადარუხებული იყო და ასე და ასე შემდეგ. მეორე ამბავი ის არის, რომ ქვეყანაში რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ალბათ პირველი რაც ადამიანს გახსენდება იმედად, რომ სადღაც შენიხმად გაჟღერდება, ეს არის მედია, ეს იქნება ონლაინ სატელევიზიო რადიო საშუალება არ აქვს ამ ქვეყანაში მნიშვნელობა და არის რომ მაგალითად აი რეგიონებსაც თუ ავიღებთ, რეგიონებში უფრო ჭირს ხოლმე ინფორმაციის მიწოდება და ალბათ ტელევიზია ესე ვიტყოდი, აი უფრო ინტერნეტთან დავუკავშირებთ, ტელევიზია ალბათ არის პირველი რის საშუალებითაც ადამიანს შეგვიძლია რომ იცემ გააჩნდეს ინფორმაცია და ადამიანებს აუხსნათ თუნდაც ის სიტუაცია რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, ხო? რო არ ყავდეს ობიექტური მედია საშუალებები, ალბათ დღევანდელი სიტუაცია კიდევ უფრო მეტ ადამიანს არ ეცოდინებოდა. შესაბამისად ის რაღაცა
მაგიტომაც მიიღეს ის კანონპროექტები, რომ გაეჩვენებინათ რაღაცა დააწესეს, იმაში შეუწყდეს და ყველაფერი საბოლოო ჯამში გადის ისევ თავისუფალ სიტყვასთან, რომელიც ის ჩამოშომაც უნდა და ალბათ ვფიქრობ, რომ ეგ არის უფრო როგორ ვთქვა, პირველი განმაპირობებელი, რამაც ამ პროცესი გაახარჯა შეიძლება არის, რომ ვერასდროს ვერ ვეგუებით ხოლმე იმას, რომელსაც ეს ინსტიტუტები იწერენ და ის ამოღება არ შეგიძლია, მე უფრო ხმამაღლებული ვარ და ზუსტად ეგ გამოჯახულია. ეს კანონპროექტები რაღაცნაირად გვახსოვენ, რაღაცნაირად გვავიწოვებენ და უფრო ხმამაღლებული ვარ. ეს დღესდღეობით მარშისია თამდა ჩაქრეს, რომელიც არის 22 ონლაინ მედიის ერთობლივი კამპანია. კამპანიის მიზანი არის, რომ მკითხველი და მხარდამჭერები დამოუკიდებელი მედიის გააერთიანოს მხარდასაჭერად და ასევე მის საქმელად რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობა. დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ სიმართლე არ გაქრეს, ვიყოთ ადამიანები, რომლებიც გავაშუქებთ სიმართლეს, ვამხელოთ მთავრობას, გამოავლოთ კორუფციას, გავაკეთოთ გამოძიებებს, ანუ დამოუკიდებელი მედიის გარშე ეს ყველაფერი არ იქნება და ვერ გავიგებთ, როცა იბავა ადამიანის უფლებები, როცა მიზა შეუწყებლად იხარჯება ფული, როდესაც იცვლება ქვეყნის ფუნქცი, ხალხის არჩევანი საწინააღმდეგო და ასე შემდეგ. რატომ არის მნიშვნელოვანი მედიის არსებობა? ეს იყო პრევენტიული მარში და სიმბოლურად ადამიანებმა მოიტანეს ფანრები, რომ მოკლედ ისინი არ იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალიანად შორიდან უნდა დავიწყოთ ალბათ მედიაზე ვლაპარაკობთ და უნდა დავიწყოთ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და პირდაპირ ღვაწლი უნდა დაერქვას იმას, რაც მედიამ აკეთებს ამდენი წლის განმავლობაში. მილიონი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რა ვიცი, გაზარდა საზოგადოება, მათ შორის კარგ თემებზეც ლაპარაკობდა მედია, მათ შორის ლაპარაკობდა რთულ თემებზე და ეს ყველაფერი არის დემოკრატიასთან გადაჯაჭვული და ამის გარეშე თუნდაც თითოეული ჩვენგანის გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მედიის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა სახის მედიები არსებობს და შეიძლება ესე ტრადიციულად მედია, როგორც ესე ტელევიზია ან ბეჭდური მედია დაკარგულია და თითო ადამიანი მედია, რა თქმა უნდა თვითონ მედიას უზარმაზარი ძალა ზუსტად იმ თავისი პროფესიონალიზმის და სიღრმისეული ანალიზის გამო და სხვადასხვა შესაძლებლობების გამო, რომელიც აქვს და რომელსაც ზუსტად უსწავლავს დღეს ეს აბსოლუტურად საბჭოთა და დიქტატორული ხელისუფლება ხშირად გვესმოდა მზიას სახელი, მზია ამაღლობელის სახელი და ზუსტად ახლა წარმოვიდგინოთ მზია არის ქალბატონი, რომელიც ფაქტობრივად აბაშიძის რეჟიმთან ჰქონდა პრობლემები, იმიტომ რომ იყო მედიის წარმომადგენელი შევარდნაძის რეჟიმთან შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლებასთან, ეხანდელუროს ხელისუფლებასთან და ანუ აი ეს ზუსტად ეს არის ალბათ რომ ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს, აი ეს არის რომ დგანან ადამიანები ამ შუქის ქვეშ და არსებობის და ცხოვრების საშუალებაც ეძლევათ და ეს მართლა მზის შუქივით არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბოლო პერიოდში გამოვლენილი და აღკვეთილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის არაერთი ფაქტი. დაკავებულებს შორის არის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატიურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები. ხოლო ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში დღეს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე წალენჯიხის სქურს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა. ისინი მატჩის პირველივე წუთიდან დაწინაურდნენ. ოზურგეთელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. ოზურგეთელდაგან გოლი ლაშა კოტრიკაძემ გაიტანა. თუმცა შემდეგ წალენჯიხელმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი ბურთი შეაგდეს კარებში და მატჩიც მათ სასარგებლოდ 1-3 დასრულდა. ამ წაგების შემდეგ მერცხალს კვლავ 19 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.